შეკეთდება პოლიტიკური განცხადებები პარლამენტის ხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ დაიწყო საგაზაფხულო სესია გაიხსნა და დღის წესრიგში არის გათვალისწინებული ახალი კანონის პირველი მოსმენით განხილვა და დამტკიცება. ბუნებრივია ეს კანონი აჩენს ბევრ კითხვას და დავინტერესდით რამდენად კარგად იცნობენ ქართული ოცნების დეპუტატები კანონს და მასში ჩანაწერებს იმ ბუნდოვანებას რომელიც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს ხელისუფლებას. დღეს მთელი დღეა ვცდილობთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მივიღოთ პასუხი კითხვაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ აქტივობად, რის გამოც შესაძლოა კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაექვემდებაროს ამ კანონს. გარდა ამისა, როგორ განასხვავებს ხელისუფლება თუ ნებისმიერი ორგანო, რომელიც ამ პროცესს აკვირდება, სამოქალაქო აქტივიზმს და ქვეყნის შიგნით უცხო ქვეყნის მავნე გავლენას თუ ჩარევას, რადგან სამოქალაქო აქტივიზმიც ასევე შეიძლება ხელისუფლებამ ჩათვალოს პოლიტიკურ აქტივობად და გარდა ამისა ასევე არის საინტერესო რა კრიტერიუმით განსაზღვრავს კონკრეტულ აქტივებებს ან როგორ გააკონტროლებს ამ პროცესს ქართული ოცნება. ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთსა და იმავე პასუხს გვცემენ განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა ერთმანეთს გავს საერთო მესიჯ ბოქსით, თუმცა კონკრეტულ პასუხებზე კითხვების გაცემა ქართული ოცნების დეპუტატებს უჭირთ და პასუხებიც არის ანალოგიური, რომ ისინი კრძალავენ ქართულ პოლიტიკაში უცხო გავლენას, თუმცა როცა კონკრეტულ კითხვებს ვუსვამთ, მათგან ჯერჯერობით პასუხებს ვერ ვიღებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა სავარაუდოდ ყველამ არ იცის თუ რას უნდა დაუჭირონ დღეს მათ მხარი. რა ჩაითვლება პოლიტიკურ აქტივობად, რაც უკვე შეზღუდავს სლავეთური აუცი როგორ ის არის მაგას ბევრი უნდა შენ უნდა მკითხო რაღაცეები რომ ეს ჩაითვლება პოლიტიკურ აქტივობად და მე უნდა გითხრა კი ჩაითვლება ან არ ჩაითვლება გამოგზავნილი ფულით აქციაში მონაწილეობა სიტყვაზე ტრანსპორტირება კი ბატონო ნახეთ აქციამდე მისვლა იქ მაგათ დროშის ხიდვა ეს ჩაითვლება პოლიტიკურ ნახეთ თუ კონკრეტულად ჩვენ ამ შემთხვევაში კითხულობთ ფულის გამოგზავნასთან დაკავშირებით იგივე ემიგრანტები როდესაც რაღაცა თანხას უგზავნიან თავის ოჯახის წევრებს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დანიშნულება არის აყოფაცხოვრებო და ემიგრანტები ეხმარებიან ამ შემთხვევაში თავიანთ ოჯახის წევრებს. ხომ შემდეგ ეს ოჯახის წევრი გადაწყვიტავს რომ ამითი პოლიტიკური საქმიანობა ჩაიდინოს თუ რაღაცა დროშა შეიზინოს როგორც თქვენ ამ აქციაზე გავიდეს ეს რა თქმა უნდა არანაირ კავშირში არ არის ამ კანონთან. მოქალაქე რომელიც აკეთებს რაღაცა ტიპის პოდკასტს და კონკრეტულად ამ პოდკასტის დასაფინანსებლად უცხოეთიდან ერიცხება ფული. ეს რა თქმა უნდა კონკრეტულად ამ პოდკასტის დასაფინანსებლად ოჯახის წევრიც აცხადებს რომ კი ბატონო ვაფინანსებ ამ პოდკასტს და ეს ოჯახის წევრი არის უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არის გრანტი ჩვეულებრივად რომელიც უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან. აღლი ყეფავს ქარავანი მიდის როგორც იტყვიან ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანი არის საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავიღოთ. კანონში ძალიან მკაფიო წერია რა იგულისხმება ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც პირადი გადარიცხვები თუ ამისი საბოლოო მოტივაცია და ამოსავალი წერტილი არის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა. ამიტომ ნებისმიერი ფორმით ამას არ აქვს მნიშვნელობა, როგორ პარტიებს შეწირავენ თუ სხვა რაღაცა ფორმით გააკეთებენ. მთელი ამ კანონმდებლობის არსი სწორედ ის არის, რომ შეიქმნას ის რაღაც ქოლგა, ასე ვთქვათ, ჩარჩო, რომელიც გარკვეულწილად მოაქცევს ამ პროცესებს სამართლებრივ პროცესში. ფიზიკურ პირებს არანაირად არ ეხებათ ეს კანონი, ფიზიკურმა პირებმა შეიძლება მიიღონ თანხა ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ თუ ამ თანხას მოსდევს ის თუ მიიღება პოლიტიკური აქტივობისთვის მიღებული თანხა ფიზიკური პირი მიიღებს თუ ორგანიზაცია არის პოლიტიკური აქტივობა. პოლიტიკური აქტივობისთვის შემოტანილი თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე. ამ წუთებში კეთდება პოლიტიკური განცხადებების ხდომათა დარბაზში, სადაც ქართული ოცნების დეპუტატები მთავარ საკითხებზე საუბრობენ. დღეს დაიწყო დასავლელი პარტნიორების კრიტიკით საპარლამენტო უმრავლესობამ სიტყვით გამოსვლები და სავარაუდოდ ჩვენ ასევე მოვისმენთ განცხადებებს ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ქართული ოცნება ცდილობს, რომ კეთილი მიზნით შეფუთოს ეს რეპრესიული კანონპროექტი და თქვას, რომ ამით შეზღუდავს ქართულ პოლიტიკაში უცხო გავლენას, თუმცა პოლიტიკაზე
გავლენის მოხდენა არის საკმაოდ ფართო და გაურკვეველი ბუნდოვანი ტერმინი, რომლის ქვეშაც შესაძლოა ბევრი სხვა საქმიანობა ჩათვალოს ქართულმა ოცნებამ და გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ფართო შესაძლებლობა ამ კანონის გამო, ბუნებრივია ვსვამთ კითხვებს, რაზეც ჯერჯერობით კონკრეტული და მკაფიო პასუხები ჩვენ ვერ მივიღეთ. ზოგი გვეუბნება, რომ ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდება, ზოგიერთი ამბობს, რომ ვრცელდება, კანონში უფრო ფართო განმარტებაა და შესაბამისად ბუნებრივია ამ კითხვებს სჭირდება პასუხი, ისევე როგორც ჩვენ არ გვაქვს პასუხი, როგორ გააკონტროლებს ყველა ადამიანის მოქმედებას თუ აქტივობებს ქართული ოცნება. ცოტა ხანში, უბრალოდ რამდენიმე საათში არის დაგეგმილი კენჭისყრა სხდომათა დარბაზში და პირველი მოსმენით ქართული ოცნება სავარაუდოდ სრული შემადგენლობით დაუჭერს ამ კანონპროექტს მხარს.